თალიბანის ცნობით ძლიერ მიწისძვრას აღმოსავლეთ ავღანეთში პაკისტანის საზღვართან სულ მცირე 800 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 2500-ზე მეტი, განადგურებულია სოფლები. მსხვერპლის ოდენობა მუდმივად იზრდება. თალიბანი აცხადებს, რომ სამაშველო სამუშაოები გრძელდება და რომ არის სოფლები, სადაც შესვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ქუნარის პროვინციიდან გვაქვს მონაცემები დაახლოებით 800 დაღუპულისა და 2500-ზე მეტი დაჭრილის შესახებ. ინციდენტი მოხდა ნურგულის, სოკის, ვატაპურის, მაჰანგის, ჩაპდარას და სხვა რეგიონებში. ერთი რაც მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ნურგულის რაიონის მაზადარას სოფელზე ჯერ კიდევ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები მსხვერპლის ან დაშავებულების რაოდენობის შესახებ. რაც შეეხება ნანგაჰარის პროვინციას, გვაქვს ინფორმაცია 12 დაღუპულისა და 255 დაჭრილის შესახებ. ამჟამად არსებული მონაცემები ამგვარია, თუმცა ეს რიცხვები შეიძლება გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამუშაოები გრძელდება და არის რეგიონები, სადამდეც სამაშველო ჯგუფებმა რთული რელიეფის გამო ჯერ ვერ მიაღწიეს. ზოგიერთ ადგილამდე მხოლოდ ვერტმფრენით ვახერხებთ მისვლას, გზით კი ვერა. ასევე არის სოფლები, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაღუპულებისა და დაშავებულების ამოყვანა ნანგრევებიდან, რის გამოც მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ადგილობრივები ნანგრევებში მოყოლილთა გამოსაყვანად დახმარებას ითხოვენ. ჩვენ სოფელში სახლების 95% განადგურებულია. ბევრი გარდაცვლილი და დაშავებული ყავს. თითქმის ყველა ოჯახიდან 5-დან 10-მდე ადამიანია დაშავებული. მუსლიმებო, ვინც ამას ისმენთ, ალაჰის გულისთვის დაგვეხმარეთ. სახლები დავკარგეთ. ჩვენთვის ყველანაირი დახმარება ღირებული იქნება. თითქმის მთელი სოფელი დაინგრა, მიწისძვრა შუაღამის მოხდა. ბავშვები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. დახმარება გვჭირდება. გვჭირდება ხალხი მოვიდეს და ნანგრევებში მოყოლილთა გამოყვანაში დაგვეხმაროს. ჩვენი ბავშვები, მოხუცები, ქალები ნანგრევების ქვეშ არიან. არავინ არის, ვინც მოვა და გარდაცვლილთა ცხედრებს ნანგრევებიდან ამოიყვანს. 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ავღანეთში კვირას, გვიან ღამით ადგილობრივი დროით დაახლოებით 12 საათისთვის მოხდა. ეპიცენტრი ავღანეთის სიდიდით მეხუთე ქალაქიდან, ჯალალაბადიდან 27 კილომეტრით იყო დაშორებული. ჯალალაბადი დიდი სავაჭრო ქალაქია, მას პაკისტანთან სიახლოვის გამო მნიშვნელოვანი როლი აქვს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ქალაქში დაახლოებით 300,000 ადამიანი ცხოვრობს. შენობების უმეტესობა დაბალია და ძირითადად ბეტონისა და აგურისგან არის აშენებული. გარეუბნებში კი ნაგებობები ძირითადად ალიზისა თუ ხისგან არის აგებული და დაბალი ხარისხისაა.